ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შესახებ 2022 წლის ანგარიში წარადგინა. ანგარიში ნათქვამია, რომ რწმენის თავისუფლებისა და რელიგიური გაერთიანებების თანასწორ უფლებიანობის მიმართულებით წლების მანძილზე ყველა სისტემური პრობლემა გადაუჭრელია. არ ყოფილა სახელმწიფოს მიერ მცდელობა კანონმდებლობაში არსებული დისკრიმინაციის აღმოსაფხრელად, რაც მართლმადიდებელ ეკლესიას ანიჭებს ქონებრივ და საგადასახადო პრივილეგიებს. გამოუძიებელია 2021 წელს სავარაუდოდ სუსიდან გაჟონილი ფაილების საქმეც. ორგანიზაციის განცხადებით ხელისუფლების პოლიტიკა აჩვენებს, რომ ის ცდილობს რელიგიის სფეროში უკანონო ჩარევას და კონტროლს. სისტემური პრობლემები, რომლებიც არადომინანტურ რელიგიურ ჯგუფებს აწუხებთ წლებია, ყველა მათგანი არის გადაუჭრელი. ეს არის მათი ქონებრივი პრობლემები, რომ ვერ იბრუნებენ ისტორიულ ქონებას, რომ დაბრკოლებები ექნებათ ახალი ნაგებობების მშენებლობაში. დისკრიმინაცია არის კანონმდებლობაში, როდესაც მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია სარგებლობს გარკვეული უფლებებით და პრივილეგიებით. გაუარესებულია რელიგიის თავისუფლების მდგომარეობა საქართველოში. და ერთ-ერთი მიზეზი ამისა არის ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკა, რელიგიური პოლიტიკა. ამის დასტური არის 2021 წელს გამოქვეყნებული ეგრეთ წოდებული კრებსები. უნდა დაცული იყოს კონსტიტუცია, სადაც ჩაწერილი არის, რომ ყველა აღსარებლობა არის თანასწორი და არ არის არავინ პრივილეგირებული. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ დომინანტი რელიგია, სახელმწიფოს დომინანტი რელიგიის ლიდერები ყავს პრივილეგირებულ მდგომარეობაში, რომელიც პირდაპირ პროპორციულად აისახება სხვა რელიგიურ მიმდინარეობათა უფლებების შელახვაში.